მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდეა. მე ვფიქრობ, არასდროს ჩვენი გადაცემა არ ყოფილა თავის დასახელებასთან ისე ახლოს, როგორც დღეს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სწორედ მედიაზე, ქალზე, რომელმაც დაიწყო პირველად მედიცინაში, ფარმაციაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან სერიოზული, მაღალ აკადემიური იმ დროისათვის და ვიტყოდი დღევანდელი გადასახედიდან დღეისათვისაც ძალიან საინტერესო საქმიანობა და სასარგებლო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველივე ეს მითის სახით შეფუთული დღეს აშკარად იმ რეალობად გვევლინება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ინტერესისა და რაც მთავარია სამეცნიერო კვლევის საგნად რჩება. სწორედ ამიტომ დღეს საღამოს ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ შესანიშნავი ქალბატონები, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ქალბატონი ნანი ხელაია და მხატვარი ქეთი მატაბელი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. და მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ მედიაზე, როგორც პირველმა ნამდვილად არ ვიტყოდი მხოლოდ ექიმ ქალზე, არამედ მოაზროვნეზე, რომელმაც გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვახსენებთ მისი მამიდის როლსაც და ბუნებრივია იმ წინარეცოდნასაც, რომელიც მან მიიღო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენ მედიას დროს გვქონდა უკვე სამკურნალო მცენარეების პლანტაციები. ჩვენ გვქონდა შემდგომში უკვე ჯერ ჰეკატეს მერე მედიას ბაღები და მთავარი ის არის, რომ მან ამ სამკურნალო მცენარეების გამოყენება პრაქტიკაში დანიშნულების მიხედვით, ნოზოლოგიების მიხედვით დაამუშავა. აი თქვენთვის როგორც ამ დარგის სპეციალისტისთვის, მედიცინის ისტორიის სპეციალისტისთვის, როგორც ბიოლოგიური ისე სამედიცინო ჭრილში, ასევე ისტორიულ ჭრილში, რა არის მნიშვნელოვანი დღევანდელი გადასახედიდან იმ საქმიანობაში, რომელიც სამკურნალო მცენარეების კუთხით აწარმოა მედია. ეს თემა ამ თემის მე ახლა არ დავინტერესებული ვარ. სწავლობდნენ, რა თქმა უნდა, ჩემი მასწავლებელი მიხეილ შენგელია, რომელიც იყო შეპყრობილი საერთოდ ამ იდეით და მასაც ყავდა წინარე მეცნიერთა ნაშრომები განხილული კურშპრენგელი და რა თქმა უნდა, ძველი ბერძენი და რომაელი ავტორებიც. მაგრამ არსად არ არის ნახსენები, რომ კოლხეთის სამეცნიერო, შეიძლება ბჭყალებში ვთქვათ ასე, იდეები, რომელიც არსებობდა, ჯერ კიდევ ბიბლიის ავტორებს ჰქონდათ განხილული. ახლა ბიბლიის ენციკლოპედისტები, რომლებიც სწავლობდნენ ამ თემას, ედემის ბაღსაც ადარებდნენ. საერთოდ საქართველოსი გამიგია მე ხშირად რომ ვთქვამთ, რომ ნუ ნამდვილად ედემის ბაღია. ახლა რატომ უწოდებდნენ ამის რა საფუძველი არსებობდა? არაჩვეულებრივი მეცნიერი იყო მერაბ ჯანელიძე, რომელიც ფარმაკოქიმიაში მუშაობდა და სწავლული მდივანი იყო და ის სწავლობდა სხვათა შორის ამ საკითხს და როდესაც განიხილა თუ სად იყო ედემის ბაღის საზღვრები, უკიდურესი სამხრეთ აღმოსავლეთი საზღვარი იყო ხავილას ქვეყანა, მდინარე ფიშონი, სადაც მიდიოდა და საერთოდ 4 მდინარეა ნახსენები, მაგრამ ახლა აღარ გავარცობ ამ საკითხს და ამ ხავილას ქვეშ იგულისხმებოდა კოლხეთი და ფიშონის ქვეშ იგულისხმებოდა ფაზისი, ანუ მდინარე რიონი. რომლის სანაპიროებზეც ვარაუდობდნენ, რომ იყო გაშენებული სწორედ მედეას ბაღი. ახლა ეს რომ ნამდვილად შეიძლება და ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, რომ ის რაც ბატონმა მიხეილ შენგელიამ, კურტ შპრენგელმა, რობერტ კუფცისმა და ძველმა ბერძენმა და რომაელმა ავტორებმა ახსენეს, ეს იქნებოდა ვთქვათ ჰეროდოტე, დიოსკურიდი, პლინიუსი, ანუ რომელი ერთი ჩამოთვალო სტრაბონი, ხო. და ეს მეცნიერები და ახლა მხატვრული ნაწარმოებები ვინც შექმნა, თქვათ აპოლონიოს როდოსელი, რომაელი ოვიდიუს ნაზონი, და ევრიპიდე რაც თავარი, რომელიც არ გვიყვარს, რომელიც ჩვენ არ გვიყვარს. მაგრამ ინფორმაციას იძლევა. რა თქმა უნდა და აქვე ვახსენებ მაშინ რატომ არ გვიყვარს ევრიპიდე, ბევრ კონფერენციებზე მედიცინის ისტორიკოსებს ბერძნებს ხვდებოდით.
ხო და ნუ სულ გქონდათ პრეტენზია რომ რატომ ახსენებთ თქვენ მედიას და რა შუაშია და 2014 წელს საქართველოში ტარდება მედიცინის ისტორიკოსთა კონგრესი და ძალიან კარგი მეცნიერია დიამანტოპულოსი, მისი ცოლიც მედიცინის ისტორიკოსია. არ ვიცი ხარ ახლა საქართველოში ხდებოდა, ამიტომ გითხრა რომ კი ბატონო იყოს მედია თქვენი და ქართველი, იმიტომ რომ აბა რომელი ბერძენი ქალი მოკლავდა საკუთარ შვილებს. აი ეს იყო არგუმენტი უკვე ეს უკვე ისეთი გავწობი საკითხია, მაგრამ ჩვენ გავბრაზდით ამაზე ქართულმა დელეგაციამ ძალიან წარება. რა შეიძლება ისე ედემის ბაღსთან რო აკავშირებენ დიახ იმ კოლხურ პლანტაცია უწოდოთ თუ ჰეკატეს ბაღი, მედეას ბაღი, რომელსაც 9 საჯენი ღობე ჰქონდა და ცერბერები იცავდნენ შესასვლელს, სადაც ოქროს ქვეყანა იყო. ანუ ოქროს მოპოვების ადგილი, რომელიც სხვადასხვა მდინარეული წესით მოიპოვებოდა ენგური, ბზიფი, კოდორი, კავკასიის მთებიდან დნობისას, როცა მყინვარი დნებოდა, მინერალებიც გამოქონდათ, მათ შორის იყო ოქრო, რომელსაც ცნობილია საყოველთაოდ როგორ მოიპოვებდნენ. ვერძის ტყავი მატყლიანად სხვათა შორის ჰქონდათ ჩაფენილი და მასში გროვდებოდა ოქრო და ამიტომ ოქროს ქვეყანა, მერე დამუშავება, მეტალურგია და აიეტის როლი საერთოდ როგორი დიდია საქართველოს და ძირითადად კოლხეთის ისტორიაში, მაგრამ დაუბრუნდები ისევ ამ მცენარეებს და იმ ბოტანიკურ, სამედიცინო ბოტანიკურ მასალას, რომელიც ზღვა არის და თანამედროვე პოზიციებიდან დღევანდელი აი სამედიცინო ბოტანიკის კუთხით, როდესაც შევაფასეთ, აღმოჩნდა რომ არის რიგი მცენარეების, რომელიც ვავილომა, ეს იყო ცნობილი ბიოგეოგრაფით შეიძლება დავარქვათ, რომელიც თანამედროვე კულტურული მცენარეების წარმოშობის ცენტრებს ძველი ცივილიზაციის ადგილებს უკავშირებდა. და რო შევადარებთ ახლა მედეას ბაღში არსებული მცენარეები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია თანამედროვე ბოტანიკური, ლათინური, ბინარული ნომენკლატურით და ქართული თანამედროვე დასახელებებით და ძალიან ბევრი ამდამე დროს სინონიმური დასახელებებით, რომელიც ჩვენ კუთხეებში ძალიან ბევრი გვაქვს მრავალნაირი და შევადარებთ, ბევრი არის საერთო. ედემის ბაღში, რომელიც ხარობდა და რომელიც მედეას ბაღში. აი მაგალითად, ახლა მანდრაგორაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლის ამ ნახატვის ფოლიანტის უბრალოდ ავტორი არის ქალბატონი ქეთი, რომელიც პრინციპში აი ამ თემამ დაგვაკავშირა. თუმცა მე ქეთის ბავშვობიდანვე ვიცნობდი, იმიტომ რომ ქეთის უფროსი და ჩემი ჯგუფელია, ერთად მუშაობდით, ჯერ კიდევ როდესაც პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში არსებობდა მედიცინის ისტორიის განყოფილება, ბატონი მიხეილი იქ იყო პროფესორად მიღებული დიახ და დიდი მადლობა მას, ჩემს მასწავლებელს, რომ მან მიმიღო და მიმიღო იმიტომ, რომ ხელნაწერი მქონდა სახლში კარაბადინი და მივიტანე მასთან და ძალიან დაინტერესდა ამ თემატიკით და აქედან წამოვიდა ჩემი დაინტერესება ქართული სამედიცინო ხელნაწერებით და ზოგადად კი მცენარეული რაღაცა თემატიკით და ბარემ იმ თემასაც მოვყვებით მე და ქეთი რა კავშირში ვართ ერთმანეთთან. სიამოვნებით. რადგან ამ ფოლიანტზე მინდა ვისაუბრო და კერძოდ მანდრაგორაზე. საქართველოში 2002 წელი იყო. ხაც გარდაცვლილი მანნა დოიჯაშვილი და ძალიან დიდი მადლობა მას. მე ბავშვობიდან ვიცნობდი მას, მის ოჯახს, მის მეუღლეს, ჩემი მეგობარია და ჩემი დის ახლობლები იყვნენ. გააკეთა მუსიკალური სემინარია და ამ სემინარიასთან გააკეთა საზოგადოებრივი, ჩვეულებრივი ზოგად განსაგანმანათლებლო სკოლა, სადაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები ყავდა შეკრებილი და მე და ქეთი სრულიად ერთმანეთსაგან დამოუკიდებლად აღმოჩნდა, რომ იქ ვიყავით მიწვეული, მე ბიოლოგიის მასწავლებლად და ქეთი ხატვის მასწავლებლად. და ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო, მაგრამ გადავწყვიტეთ ერთხელ, რომ მოგაგვეთება კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია. და ყველა პედაგოგი ჩავრთეთ ახლა ამ თემაში, რა თქმა უნდა, ისტორიკოსი, გეოგრაფიის, მხატვარი ქეთი, რა თქმა უნდა და ფილოლოგებიც. და ერთ-ერთ გოგონას, ძალიან კარგი ნიჭიერი გოგონა იყო, იმას გავაკეთებდი მედეას ბაღს მოხსენება. ქეთი დახატა ახლა ყველა ეს მცენარე, დახატა და გააკეთა ეს უნიკალური ფოლიანტი. და ფოლიანტის ცენტრში არის მანდრაგორა. ახლა მანდრაგორა, აი მე მიგითითებთ თუ შეიძლება რომ ავდგები, აი ეს ადამიანის ქალის სხეულს მოგვაგონებს მისი ფესვი. ერთ ადგილასაც აქ, მეორე ადგილას აგერ მესამე ადგილს, რომელსაც ისეთ რა ინტერესია, ახლა საქართველოში მანდრაგორა არ იზრდება. მედეას ბაღში მანდრაგორა მოხსენიებულია.
ედემის ბაღშიც მოხსენიებულია. მას როგორ მოხდებოდა ახლა ეს მიგრაციები იყო ხომ, რა თქმა უნდა, სხვათა შორის უფრო ჩინეთისკენ არის მანდრაგორა, ვიდრე ინდოეთისკენ. ვავილონმა ეს ცენტრები ადრე ერთიანად იყო აღმოსავლეთ აზიური ცენტრი, მერე კი დაცალკებდა, მაგრამ მანდრაგორა უფრო ჩინეთისკენ არის. ესე იგი, ჩვენ ჩინეთთან გქონდა კავშირი, ესე გამოდის, შეიძლება რახან ედემის ბაღს უწოდებდნენ ჩვენი უკიდურეს აღმოსავლეთ კუთხეს ნაპირს, მოკლედ შეიძლება ან ყვავილის მტვერმა გაავრცელა, ან ვინმე მიიღო მიგრანტებმა გადაიტანეს და ასე შემდეგ და რაც თავარია, ახლა ერთი პარალელი მინდა კიდევ მოუყვება ვახსენო მედიასთან კავშირში, ქეთი ბოდიში, როქეთისაც მქონდა სიტყვა. მანდრაგორას ძველი ჩინელები ახლა მე როცა დავიწყე სწავლა და სიღრმეებში შევედი, ამოვიკითხე, რომ ფესვს კარგად გარეცხავდნენ და ქალს, რომელსაც ინფანტილური საშვილოსნო ჰქონდა, იმას ტამპონირებას უკეთებდნენ და რაღაც პერიოდში შვილოსნობა დადგებოდა. ეხლა მედეას ისტორიას რომ ვკითხულობთ, ეგეუსის მეფეს ეუბნება აწუყე საბერძნეთში წასული მედეა, რომ მე ვიცი უძეობის წამალიო. უძეობა ხა სქესზე არ არის საუბარი, უშვილობის წამალია. ხო და ეხლა ვფიქრობთ, რადგან ხა ჩინელები ამას გამოიყენებდნენ, ესე იგი ეს ცოდნა მედეას ჰქონდა და მანდრაგორა ისე ფართოდ არის ამ ბაღში განხილული. ალბათ სპერმატოგენეზის პროცესსაც დააჩქარებდა, ხო, მამაკაცის უშვილობას, სხვა მიზეზით არის, ქალის უშვილობა, სხვა მიზეზით არის, არა? შეიძლება სპერმატოგენეზი მიმდინარეობს, მაგრამ ნუ მკვდარი არის სპერმატოზოიდი, ან მცირე რაოდენობით არის, ან ზარმაცი სპერმაა, ბოლოს ასოსპერმიკია და ასე შემდეგ. ხო, ესე იგი დანიშნულება იცოდა, როგორც ჩანს მედეას ჰქონდა ისეთი ცოდნა, რომ მან ყველა არამხოლოდ მანდრაგორას იგი უშვილობის მიზეზს არკვევდა და მე რა თქმა უნდა პერნალობის ნუ ხა მიზეზი ადვე ქალის უშვილობა საშვილოსნოსთან კავშირდება და კვერცხუჯრედის სტიმულაციასთან ხო რა თქმა უნდა მაგრამ იმ დროისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცოდნა ძალიან და რა თქმა უნდა რომ სპერმატოგენეზის პროცესი შეიძლება თავისთავად. კიდევ მაგალითად არის მცენარე დაფნა. ახლა საქართველოში რო გაიარო, დასავლეთ საქართველოში ყველა ეზოში დაფნაა, მაგრამ დაფნა არ არის ქართული კულტურა. ხმელთაშუა ზღვიდან არის შემოტანილი და მერე უკვე კულტივირებული მცენარე გაველურდა. და ჩვენ დასავლეთ საქართველოში ყველა ეზოში არის. ხო, ეს რაღაცა ისეთი სიახლე, რომელიც არც ბატონ მიხეილ შენგელიას ნაშრომებშია და არც სხვა, არც კუპცისთან და არც კურჩფრენელთან ნახსენები, ხო, ნახსენები. ახლა დაუთმობ ქეთის სიამოვნებით. მე მაინტერესებს უბრალოდ რა მომენტი, იცით, რომ როდესაც ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით უკვე სუფთა აკადემიურ და სამეცნიერო ნაწილსაც ამ ყველაფრის, იმიტომ რომ მე მინდა მაყურებელიც მიხვდეს, რომ ესე ადვილი თქვენ ისე სუბუქად და სასიამოვნოდ საუბრობთ, მაგრამ ასე ადვილი ამ ტექსტების წაკითხვა, იმიტომ რომ მაშინ სულ სხვა სახელწოდებებით იყო, ახლა სულ სხვა სახელწოდებებით მათი ასე ვთქვათ დადარება და ამოცნობა, ელემენტარულად რეგისტრის ასე ვთქვათ გაკეთება და სიის გაკეთება, რა სამკურნალო მცენარეები გვხვდება ჩვენ სხვადასხვა ლიტერატურაში მედეას ბაღში და საბოლოო ჯამში რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ წარდგენა იმისი თუ აი კონკრეტულად რა სამკურნალო მცენარეებს იყენებდა, მათ რომელ ნაწილს იყენებდა, რომელი დაავადებების დროს იყენებდა. ეს მე ვფიქრობ არა მარტო ასე ვთქვათ გუშინდელი და დღევანდელი, არამედ თვალინდელი სამუშაოც არის და საკმაოდ დიდი სამუშაოა, იმიტომ რომ ის რაც ახლა უკვე დადგენილია, რომ კონკრეტულად მანდრაგორას დაუშვათ იყენებდა უშვილობისთვის და სხვა იქ დაფნას დაუშვათ გულსიზარდთა დაავადებებისთვის თუ სხვა. საინტერესო არის კიდევ რა სამკურნალო მცენარეები იყო და მას როგორ ამუშავებდა, იმიტომ რომ ერთი კონდეს პლანტაცია როცა გააქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი როგორ უნდა გააშრო, მერე როგორ უნდა ტექნოლოგიურად როგორ ამუშავებდა. საფაქტობრივად თერი ფარმაცევტული ასე ვთქვათ ქარხანა ხო ნახარშები, ნაყენები, ტაბლეტირებული მალამოები და რაც თავარია, არა მხოლოდ სამკურნალო მცენარეს იყებდა, არამედ შხამიან მცენარესაც. შხამიან მცენარეს კიდევ ვისაუბრებთ აუცილებლად მცენარეს. აი ქართულ ენაში გვაქვს ორი ასეთი სიტყვა, წამალი და საწამლავი. სათავსარს თუ მოვაშორებთ, ის გახდება წამალი და თუ თავსარს დავურთებთ, გახდება საწამლავი. ანუ საქმე დოზაშია, საქმე განზავებაშია. რასაც მიხვდა მხოლოდ მედეა. რასაც მიხვდა მხოლოდ მედეა, ჯერ კიდევ როდის. ანუ ის კონცენტრირების კი, ამითია ცნობილი. ხარისხი და თან დოზირები. დოზა მინიმა
ლეტალის დოზა მაქსიმა, თერაპევტიკა, დოზა, ხო, აი დოზირების პრინციპი იყო ყველაზე განზავება, ეს არის თითქოს ძალიან მარტივი, ყველაფერი გენიალური მარტივია, რომ ვამბობთ, მაგრამ ფაქტია, რომ მედიას გარდა ამას ვერავინ ვერ მიხვდა და თავის დროზე სწორედ მედიამ ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრეთ განზავების თემაზე და მე უკვე ეს კონტრარიო კურარუმ და ასე შემდეგ საწინააღმდეგო კურნალობა და თვითონ მექანიზმებზე, მაგრამ მე მაინც მინდა რომ სცენარებს დაუბრუნდეთ ახლა და გასაგებია რომ თქვენ იქ ინტეგრირებული ასე ვთქვათ კონფერენცია ჩაატარეს საგანთაშორისი და დისციპლინათა შორისი ასე ვთქვათ კოორდინაციის საფუძველზე გადაწყვეტეთ გაჩნდა იდეა სწორედ ჩვენ მედიდეაში ვართ და ეს ძალიან სასიამოვნო სათქმელია ჩემთვის რომ გარკვეულწილად ეს არა მარტო სამეცნიერო წრეს ქონოდა იმის პრეროგატივა რომ ჩამოთვალოს და სია შეედგინოს ამაზე ვსაუბრობდი არამედ სიის შედგენის გარდა შეიძლება ჩვენ დავხატოთ და გამოვსახოთ ხო ეს მცენარეებიც აი ეს იდეა მაინც როგორ ჩამოყალიბდა როგორ ჩამოიქნა და როგორ წარიმართა პროცესი მუშაობის როგორ შეძელით რომ დაგეხატათ ეს მცენარეები ბიოლოგიურად როგორ გამოიყურებოდა ეს დაათვალიერეთ და ეცადეთ ეს უბრალოდ მხატვრული სახით გადმოგეცეთ თუ თავიდან ბოლომდე ეს თქვენი ასე ვთქვათ წარმოსახვის და მხატვრული ნაყოფია საერთოდ კოლხეთი მედია და ეს ისტორია არის ყველა ქართველისთვის ძალიან საინტერესო თემა და ყოველთვის მაინტერესებდა და ვკითხულობდი და ვეცნობოდი. ინტუიციური იყო თუ შემეცნებითი მოკლედ და ნანამ მომაწოდა მე მასალა და მე კოლაჟი გავაკეთე, აი რა ნამუშევარს ხედავთ. და ძალიან გამიკაცა, ბავშვებიც იყვნენ ჩართული, სხვათა შორის ორი ნაწილი იყო, ერთი სკოლაში დავტოვე და ერთი სახლში წამოვიღე და გადაგვირჩა. ნუ ამის შემდეგ ნუ სცენარებიცით რა შემიძლია გავიხსენო, რომ დედაჩემს დავყავდი ხშირად მამულაიშვილის ბაღში, მცხეთაში. და ჩემთვის ეს მახსოვს, იცით, აი ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს მოხუცი კაცი მახსოვს და მახსოვს როგორ მოქონდა იქიდან ნერგები, წნეთში უნდა დაგვერგო, ყვავილები რა ლამაზად აწყობდნენ და ეს ჩვენ ოჯახში იყო ძალიან ესეთი სიყვარული და მახსოვს ეხაც მაქვს შენახული მისი მოსალოცი, სადაც ახმობდა ყვავილებს და მოსალოცებს აკეთებდა, ესეთი ძალიან ლამაზი. ბავშვობის ეთქოლა მე ნელ-ნელა ხო რაღაცნაირად ისე ხდება ეს მოგონებები ილექება მაგრამ სადღაც მე გამოჩნდება ხოლმე და სწორედ აი ამ კოლაჟებში ახალ კოლაჟში ეს აი ცოცხალი გამხმარი ყვავილებია მედიასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რა ვიცი რაღაცა სხვანაირი კოლაჟია. კარგით, მე ერთ რამეს ვიტყვი მცენარეებზე, იქ მეორე ნამუშევარია, აქ ვაჩვენებთ კაცში, შენ რო ამბობ მარდაგოლას ხედავ, იქ დახატულია მცენარე, რომელსაც ადამიანის თავი აქვს, ხედავ. ეს ერთი ნამუშევარი, მე აქვს 4 ტიპის ნამუშევარი, ერთი არის მინერალური სამყაროებით, მეორე არის ეთერული, ანუ მცენარეული, მესამე არის ასტრალური, ანუ ასტრალური ცხოველური სამყარო და მეოთხე უკვე მე, ანუ სული ადამიანის. ეს 4 სხეულისაგან კიდე ბევრი სხეულებისგან შედგება, მაგრამ ეს არის ძირითადი. და სწორედ აი ეს მცენარეები არის ეთერული სხეული, ის ეთერული სხეული, რომელიც არის მაცოცხლებელი, ფიზიკას, რაც აცოცხლებს ჩვენში, ეს არის ეთერული სხეული. და ასტრალური, რომელიც გრძნობებს, ბადებს და მე ეს უკვე სულია, რომელიც მარტო ადამიანს აქვს და ცხოველს არ შეუძლია თქვას, რომ მე ვარ, ადამიანი ამბობს მარტო. რაც შეეხება აი ამ ხელასწავლებას, ეს შემდეგ ალბათ ისეთი მეტამორფოზა განიცადა და ჰომეოპათიაში გამოჩნდა, რომელიც ძალიან საინტერესოა და ძალიან მიზიდავს და მიყვარს. მე თვითონაც ვიღებ ხოლმე, ჩემი მეგობრები ამზადებენ, ლალია სამბიანი არის ესეთი ძალიან ცნობილი ჰომეოპათი და ყოველთვის მირჩევს ხოლმე და ძალიან ბევრს საუბრობ. სფეროში ყოველთვის იყო
მცენარეული სამყარო მაინც და გამოდის როგორც კურნებისთვის, ასევე დასახატად და ბავშვობიდან ეს თავისთავად ცხადია, რომ ამან გარკვეული კვალი დატოვა. უბრალოდ საინტერესოა თქვენ რამდენად ასახეთ სწორედ სამკურნალო მცენარეები თქვენი წარმოდგენით თუ დაუშვათ იმ დახასიათებით, რომელიც გქონდა ეს ნატურის, ეხლა ეს აშკარად არ არის, უბრალოდ შიშველი, ასე ვთქვათ, გადმოხატვა მცენარისა, ეს არის თქვენი ფანტაზიის ნაყოფიც. აი, რა იყო თქვენთვის წყარო და მე როგორ ჩაშალეთ ეს თქვენ ასოციაციები გამოიწვიეთ? ასოციაცია ის არის, რომ ეს მედიას პერიოდი, ეს კოლხური, ეს არის პელაზგური პერიოდი. ეს პელაზგური პერიოდი, ეს არის ნათელმხილველი პერიოდი, რომელიც დაკარგა ადამ და ევამ, როდესაც მოკლედ გამოვიდა 60-დან, ხო. აი იმ 60-შიც იყო ეს ყვავილები, სხვათა შორის აქ მინდოდა წამოღება ერთი ნამუშევარი გავაკეთე, სწორედ ადამ და ევა და ყვავილებით იყო დაფარული და არა ფოთლით და რაღაც ესეთი. და ეხლა რომ მოვედი ვიფიქრე რა წახო ვიღაცო. იმიტომ რომ ეს ედემის ბაღი, თვითონ ეს ყვავილები, რომლებსაც ამ სასიცოცხლო ძალები აქვთ, მათ უკან კიდევ არსებები არის, არსებები იმალება მათ უკან ის აი სწორედ მწარე ისა მცენარეები, რომლებიც ასხივებენ უარყოფით, ხო, საწამლავი რო არის და იქედან ჰომეოპათია კეთდება, ხო, ის მცენარეები, ნათელმხილველები მათ თურმე ხედავდნენ და იყენებდნენ წამლებს. მე ერთი ლექცია მოვისმინე გერმანელი პროფესორი. მაგრამ როგორც ჩანს, ამის საფუძველი ქონდათ არაფრისგან და მე აი ხა ეს ნამუშევარი შევქენი, ეს არის მედიტაციურად, აქ შეიძლება ეს რომ გაანათო ეს უკნიდან, ესე ვარსკვლავებით გამოჩნდეს, იმიტომ რომ ისინი მათ ქონდათ ინტუიციური ხედვა. და ხედავდნენ, ნათელმხილველი ხედვა ქონდათ, მხოლოდ ეს იყო შეგრძნებადი სამშვენივრე, მხოლოდ აი ეს მედიტაციურად მე თვითონ გავაკეთე, როგორც უკვე ელინური პერიოდის, ანუ როდესაც უკვე განსჯითი სამშვენივრელი შემოვიდა და იქ ერთი ცხენიც კი ჩაურთე, როგორც ტროას ცხენი, როგორც ინტელექტის სიმბოლო. და იცით რა არის ჩემი ამოცანაა რომ ამდენი კი არ ვისაუბრო, მაგრამ აი ამ ნამუშევრებთან ამ ნამუშევრების ახსნა და გაშიფრვა მაინც ძალიან დიდი მადლობა საჭირო არის, იმიტომ რომ მე მინდა რომ მაყურებელი მიხვდეს რამდენად ბევრი იფიქრეთ, რომ ეს არ იყო უბრალოდ რომ ხელი მიდის და რაღაცას აკეთებს, არამედ ეს არის თქვენი იმ ცოდნის, იმ დამოკიდებულების გამოხატულება უბრალოდ რა თქმა უნდა ხელოვნების გზით და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ გამოდის რომ მედიას პერიოდი ასახეთ ფაქტობრივად და დააკავშირეთ სწორედ ბიბლიურ პერიოდთანაც, მერე უკვე აი ამ შუა საუკუნოვან პერიოდთანაც, ანტიკურ პერიოდთან უფრო სწორედ და აი ეხლა ჩვენ გვაინტერესებს სწორედ რომ შუა საუკუნოვან პერიოდში მერე უკვე როდესაც ხდება მედიას ცოდნის განვითარება, მერე უკვე მეტრიდატეს ისტორიას და იმას რომ გავყვეთ, მერე რომ გავყვეთ სწორედ იმ კავშირს ჩინურ თუ არაბულ კულტურასთან და გულისხმობს სამედიცინო კულტურას, რა თქმა უნდა და მოვიდეთ დღევანდელ დღემდე, იცით როგორი უცნაური რამ გამოდის, რომ ბევრი რამ მერე საქართველოში შემოვიდა. მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ აქედან გავიდა, ანუ ეს კულტურათა, ასე ვთქვათ, დიფუზია და კულტურათა გაცვლა გამოხდა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რაღაცას, რომ აი ეს ქართულია, ეს რატომ? იმიტომ რომ ამას აქვს თავის საფუძველი, შეიძლება ეს თავის დროზე გავიდა საქართველოდან, გარკვეულწილად განვითარდა, სახეიცვალა და მერე დაგვიბრუნდა. ხო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ესეც საინტერესო, ასე ვთქვათ, ექსკურსიისთვის და მე მაინტერესებს ეხლა თუ ქმნით კიდევ მედიას ან მისი სამკურნალო მცენარეს, ზოგადად სამკურნალო, ასე ვთქვათ, სამედიცინო თემატიკაზე, რაიმე ნამუშევრებს და თუ გასული მე მაქვს ბევრი ჩანაწერი რაღაც წლების განმავლობაში
რა თქმა უნდა დიდ დროს ვეფხისტყაოსანს რუსთაველის ვეფხისტყაოს უთმობდი, მაგრამ თუ არ იცი წინაპირობა, არ გრძნობ ბუნებას, არ სწავლობ ყოველდღიურად, არ კითხულობ, არ უკვირდები, არ განიცდი, ისე არ შეიძლება რომ მხატვარი განვითარდეს და რაღაც მეტამორფოზა თავის შემოქმედებაში არ განიცადოს, იმიტომ რომ სულ ახალი და ახალი იმპულსი მოდის ჩემთან და აი დღესაც ნანას რო უსმედი ძალიან ბევრი რამ კიდევ ერთხელ ვისწავლე და ძალიან სასიამოვნო იყო. და შეიძლება ახალი იდეაც დაიბადოს და ახალი შთაგონებაც, იმიტომ რომ ჩემთვის თქვენი ნამუშევრები ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის და ეხლა და მე მახსოვს ტუბერკულოზთან დაკავშირებულ დღეზე რო იყო თქვენი მავთულებით წარმოდგენილი კი ნამუშევრები, ეს სულ თვალწინ მიდგას და მახსოვს, იმიტომ რომ ესეც რაღაცა სივრცითი და ჰაეროვანი იყო, მაგრამ მასალა თან მაინც მძიმე იყო, ხო, მაინც მავთული და ესეც საინტერესო ნაზავი იყო ყველაფრის. თუმცა საინტერესო ჩვენთვის არის სამედიცინო კუთხითაც, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მე და არტზე, რაც ასევე ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის, ხო, ანუ ხელოვნებაში მედიცინა როგორ არის ასახული და მედიცინაში ხელოვნება რა დოზით უნდა იყოს შემოჭრილი, არა მარტო სამკურნალო, როგორც ახლა არც თერაპიის სახით იცის ზოგადმა საზოგადოებამ, არამედ სწორედ ფილოსოფიური ასეთი განჟის თვალსაზრისით, როცა ჩვენ ვცდილობთ სხეული, სული, გონება და ის გარემო ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ბალანსი ვიპოვოთ და რახან ამაზე ვსაუბროთ, მე მინდა რომ დაუბრუნდეთ ისევ მედიას, როგორც სწორედ ალბათ პირველ ფარმაცევტს, ხომართალია გარკვეული ფარმაკოპეის, ასე ვთქვათ, შემქმნელსაც, გარკვეული მეთოდოლოგიის აღმომჩენსაც, რას რომ ერთია, როდესაც იცი რომ სამკურნალო თვისებები აქვს მცენარეს ზოგადად, მიხვდი ამას, მაგრამ მეორეა, როდესაც უკვე სწორედ დოზირებას ახდენ, იცი რომელი რა დროს უნდა გამოიყენო, რა ფორმა უნდა გამოიყენო და რა რაოდენობით ან ხანგრძლივობით უნდა მისცე. აი ამასთან დაკავშირებით რა კვლევები არის უკვე, რა კვლევები ტარდება ეხლა და რა არის დაგეგმილი მომავალში სუფთა სამედიცინო ბოტანიკის კუთხითაც და შესაბამისად ქიმიო ფარმაკოლოგიური თვისებების შესწავლის კუთხითაც. თუ ესე იგი იმ ჩამონათვალს და იმ რეს დაუბრუნდებით, რომელიც მედეას ბაღში არის მოხსენიებული, ну, თითქმის ყველა შესწავლილია. დამუშავებულია. კი, დამუშავებულია. ოღონდ, ну, შეიძლება რეცეპტორის დონეზე, ხო, რეცეპტორის დონეზე უკვე არის განხილული, არა მარტო ჩვენ მიერ, რა თქმა უნდა, ბერძნებიც, რომაელებიც ამით ინტერესდებოდნენ და არა მარტო მცენარეებიც, ყოველთვის შორის ახლა მედეას ცხოვრებაში არ არის მითითებული, მან ცხოველური საშუალება გამოიყენა თუ არა, მაგრამ სტრაბონი აღნიშნავს, რომ მოსინიკები ვითო თევზის ქონს ინახავდნენო. ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ დელფინის ხორცს და ქონს კასრებში ინახავდნენ და იყენებდნენ. ხო, ну, რაციონალურად ხდებოდა, ხო. ანუ ხელოვნების რანგში ყავდა, შეიძლება ესე ვთქვათ, ხელოვნების რანგში იყო აყვანილი მის მიერ, მედეას მიერ, მცენარეების და ალბათ ცხოველური საშუალებებიც, ხო. რაც დღევანდელ ენაზე არის მეცნიერება. დღევანდელი გადასახედიდან ეს არის მეცნიერება. ეს არის მეცნიერება. ესე იგი, მან იცოდა მცენარის დანიშნულება, რისთვის გამოიყენებოდა, რა დოზით, რა კონცენტრაციით და ვისთვის რა შემთხვევაში მიეცა. ეხლა მარტო ერთი ვახსენე მე გეოსის უშვილობა, მაგრამ იაზონი განკურნა, ну ეხლა ეს უკვე ცნობილი თემაა და ამიტომ ამაზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას. მალამოს ფორმა ქონდა მის ამალს, მაგალითად იაზონს ასაკოვანი იყო საკმაოდ და გაახალგაზრდა, ესე იგი კოსმეტოლოგიის საკითხებთანაც იყო. ანუ ფართო სპექტრი ქონდა. სისხლის გადასხმის იდეა მაგალითად, ხო? მოხუცყელის გაახალგაზრდება რომ უნდა და ძალიან ეწინააღმდეგებიან მისი ძმისშვილები და მედეა მაინც აჩვენებს ცდას ბატკნის სისხლს გადაუსხამს, უბრალოდ ხო, ბატკნის სისხლს ცხვარს და ცხვარი გაახალგაზრდავდება და ამის გაიგივება უნდა ადამიანზე. სხვა შორის რუსული ტრანსფუზიოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი კასირსკი იდეის დონეზე რა თქმა უნდა არა მეცნიერულად, მაგრამ რომ ეს იდეა ჯერ კიდევ მედეადან მოდის, ხამას უკავშირებს. აღიარებს. შუა საუკუნოვანი ძალიან ბევრი ნახატი ილუსტრაცია რომ ნახოთ, ხშირად სწორედ გადასხმას ნახავთ რომ ბატკანის რა ხო შეიძლება სხვა ცხოველი დაეხატათ, არა? ყველგან არის ბატკანი ცხვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს
ეს თემა აღებული იყო მაინც მედეადან ალბათობების. მედეა გარდა იმისა, რომ ცოდნას ფლობდა ამ სამკურნალო მცენარეების შესახებ, მას ჰქონდა თვითონ ძალიან დიდი ნიჭი და უნარი, ალბათ ტელეპათიც იყო, ალბათ ჰიპნოზის გაკეთებაც შეეძლო, როდესაც გველეშაპს აძინებს, რომ ეს ოქროსაწმისი მოიპაროს ეს თუ გახსოვთ ეს სიუჟეტი, ღვიძლ უწირავს ხელში და ზედ აპკურებს რაღაც წამალს, თან ბუტბუტებს და ლოცულობს და გველეშაპს მატერიალისტურად არ იყენებს მხოლოდ ამ მცენარეებს და შკამებს და გველეშაპს ჩამოეძინა და ის საზღარი თავი ჩამოუვარდა და მან ეს ოქროსაწმისი გადასცა იაზონს და საერთოდ დატოვა სამშობლო. სხვათა შორის აი ესეთი რამ არის ნათქვამი ოქროს ეტლით, რომელშიც იყო ცეცხლის მქრქვეველი დრაკონები შეებმული, კორინთოდან ათენს გაფრინდა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს დღეს არარეალურად გვეჩვენება, თუმცა თუ მეტალურგიის განვითარების დონეს და ასე ვთქვათ ჩლიქების მეტალით დამუშავების ალბათობას განვიხილავთ, გარბოდნენ ხნული რამ სიღრმეზე უნდა გაეტარებიათ, როდესაც ხნავდნენ მიწას გუთანი და მერე რკინის დამუშავების ხალიბები ვინ იყვნენ, ხო? რა თქმა უნდა. ესე იგი რაღაც ელემენტები ხა მისტიკურ დონეზე არის, რა თქმა უნდა, აყვანილი, მაგრამ აი ეს რაციო რაც არის, ხომ, დღეს ვამბობთ, რომ დიახ, ფარმაკოპეა, ფარმაკოგნოზია, ფარმაკოლოგიაც მედეას სახელს უკავშირდება. უდაოდ და რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება სკეპტიკურად არიან ამის მიმართ განწყობილი და ეს ალბათ განაპირობა სწორედ შემდგომში მედეას დისკრედიტაციის არაერთგზის მცდელობამ, არა მარტო ევრიპიდეს გამო, არამედ მე საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა ეს და დღემდე გრძელდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ მხატვრულ ლიტერატურაში, სცენარებში, დადგმებში, ფილმებში მაინც ის ძირითადად ხაზგასმულია როგორც ქალი, რომელმაც დაუშვათ იქ საცოლეს რავნო იქ შვილები დახოცა იქ რაღაც ჩური იძია მედეას ფენომენიც კი არსებობს ხო ისეთი პოპულარული პიროვნება იყო და არ არსებობს ახლა კარგი უნდა მაგრამ იკარგება ამასობაში მედეას როგორც მეცნიერი წყალებში რა თქმა უნდა ბრძენქალის მეცნიერის და ექიმის როლი და სხვა შორის ძალიან საინტერესოა თქვენ ახსენეთ კიდევაც ეს ეიჯინგის თემა რომელიც ახლა ძალიან ნიშნულოვანი გახდა თანამედროვე მეცნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ზოგადად და მათ შორის მედიცინაში, ხო, როდესაც დაიწყეს დაბერების მექანიზმების შესწავლა და რატომ როგორ რა ხდება ორგანიზმში რის გამოც დაბერება მოდის, თვითონ იდეა რომ ის დაინტერესდა ამითი და ცდილობდა რომ დაბერება შეეჩერებინა, ხა ეს ძალიან ხმატრულად არის შეიძლება და ჰიპერბოლურად წარმოდგენილი ხა გაახალგაზრდა და თვალწინ მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის არის, რომ იდეა არსებობს იმისი, რომ შეაჩეროს პროცესი დაბერების და რაც შეიძლება გაახანგრძლივოს ეს და ის არის რა თქმა უნდა ისევ დაკავშირებული ბუნებრივი გარკვეული სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, რომელიც ჩვენ ახლა არ ვიცით, მაგრამ მაშინ სწორედ შეიძლება უჯრედის დაყოფაზეც მოქმედებდა და სწორედ მექანიზმებზე, რომელსაც დღეს რატო შეიძლებოდა განხალგაზრდავებაც შეიძლებოდა თუ სისხლის გადახსნა ახლა ადამიანს ძალას აძლევს და მას ეს ქონდა რა თქმა უნდა შეიძლებოდა მე მაინც მიმაჩნია რომ ეს სისხლის ჯგუფები ჩვენ არ ვიცით მაგრამ შეიძლება იღუპებოდა კიდევაც ვიღაცა შეიძლება ზოგი გამოდიოდა ზოგი თუმცა ეს თვით შეიძლება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეხლა კოსმეტოლოგიას ვაკუთვნებთ მაგრამ თმას რატო გებავდა რა ცოდნა ქონდა ის კი რომელი მცენარე ფლობდა და ქონდა მას ესეთი სამღებრო თვისებები და კიდე მინდა ერთი რამ დავძინო კურძირიანი სიტყვა სხვა შორის არც ბერძნებში და არც რომაელებში არ მოიძებნება და შპრენგელმა მაგალითად თავისი ნაშრომი შექმნა ხუთტომიანი ნაშრომია უძველესი მედიცინის შესახებ და მეორე თავია პირველი კართაგენს ეკუთვნის და მეორე თავში კოლხური მედიცინაა განხილული და უწოდებს სადღაც კურა მედიანა ანუ კურნალის კურძირიანი სიტყვა გამოიტანა რომ მედეას კურნალობა ხო ესეც რაღაც მნიშვნელოვანია მე ევროპაში წავიდა და გერმანიაშიც და ხო და კურა რას ნიშნავს კურძირიანი სიტყვა დიახ კურნალი კურნალობა განკურნება და ასე შემდეგ რა თქმა უნდა და როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ზოგჯერ სკეპტიკურად და ასე ვთქვათ ეღიმებათ ხოლმე მაგრამ ფაქტია რომ
ძალიან ბევრი სიტყვა, ძირი, ასობგერაც კი, რომელიც ხდება დღევანდელ უცხოურ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში თუ სამეცნიერო ქმედების სამსახურ სიტყვებში, კარგად რომ გამოვქეკავთ ხოლმე და გამოვიძიებთ, უკავშირდება სწორედ ამ პერიოდს. რაღაცას ამბობთ ქალბატონი. რას ვამბობთ, იცით, რომ აი ეს მედიაზე არის მოსაზრება, რომ თქვათ აი ეს ერთი ეპოქიდან მეორე ეპოქაში რო გადავიდა, აი სწორედ მაშინ მოხდა სიმბოლურად თითქოს მისი შვილების დახოცვა. მე ამ ვერსიის რატომღაც არ მჯერა, იმიტომ რომ რაღაც ისა, მაგრამ არის ესეთი მოსაზრება, რომ ეს მერე ითქვა. და კიდე მინდა ერთი თქვა, რომ აი ოქროსაწმისით, რასაც აგროვებდნენ, თქვა ოქროთი, მასზე იყო კიდე კოლხური რუნები, რომლიდანაც მთელ მსოფლიოში მერე დამწერლობა განვითარდა. და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ეს თვითონ რუნებიც ხო ერთი მაგიური ნიშნები იყო. წყარო იყო იმ ინფორმაციის. და ეს დაკარგული ცოდნა ბერძნებმა გამოიყენეს, წაიღეს ისე უკან და მაგრამ მაინც დაგვიბრუნდა ჩვენ. ხო, ბერძნებას ხო შეიძლება ზოგადად მარტო კოლხურს და მედიას ცოდნას რო თავი დავანებოთ, ბერძნები ძალიან დიდი დამსახურება ისე რომ ყველა ის ცოდნა რაც მათ სხვადასხვა სამყაროდან მიიღეს, ახლა ანტიკური სამყაროს რამოდენიმე ქვეყნისგან და რეგიონისგან შედგებოდა მაშინ ხო, მაშინ არ არსებობდა სხვა ასე ვთქვათ სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ დღეს რუსეთს განვითარებულ ევროპას თუ თუნდაც ამერიკას ვეძახით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ანტიკური სამყარო, რომელიც მაშინ არსებობდა და ერთმანეთთან კულტურათა დიფუზიით, გააცვლით ცოდნის და აი თქვენ რომ ამბობთ, თუნდაც სცენარების შემოტანით, გატანით თუ ადაპტირებით ხასიათდებოდა, ფაქტია, რომ ეს სამყარო გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ოსტატურად, კარგი გაგებით, კარგი, ასე ვთქვათ, მიზნებით შეიძლება და გამოეყენებინათ ეს ნობა ერთ ხალხებს, მოკლედ მეორე ხალხების ცოდნა და ბერძნები ახერხებდნენ იმას, რომ ეს ყველაფერი შეეთვისებინათ, მიეცათ აკადემიური ფორმა და პრინციპში მოეწოდებინათ როგორც ბერძნული ცოდნა და არა დავუშვათ, გარკვეულწილად ჩვენ ახლა ამას დღეს პლაგიარიზმს უწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ შეფუთვა და დალაგება და სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია ბერძნებს კარგად ეხერხებოდა და სწორედ ამიტომ მოიგეს ალბათ შემდგომში მან. ხო, მაინც ანტიკური პერიოდის ხო, განჯა იყო კულტურა. საერთოდ არც ერთი ქართული წყარო არა გვაქვს და ერთი ქალბატონი მინდა ვახსენო, ეკატერინე ჩიქოვანი, რომელიც იყო ბოტანიკოსი და მთელი საქართველოს შემოვლილი ჰქონდა და ერთადერთი ოჯახი ნახა სამეგრელოში, რომელსაც ასკილი ყავდა, მოშენებული, კულტივირებული ეზოში და ცოტა დიდი ყვავილი ჰქონდა და ისინი ებრძოდნენ ამას მედეას ვარდს და ეს აქვს ჩაწერილი თავის ნაშრომებში და სხვა არაფერი მსგავსი არ არის. ანუ ისე წაიღეს ბერძნებმა ეს ყველაფერი, მართლა ისე შეფუთეს. დამწერლობა თუ ქონდა, როგორ შეიძლება და რაღაც ჩანაწერები არ არსებობდა. ხო, ნუ როგორც ახლა ეს მათემატიკაში რო არის გიაკაშვილავა, მან ხო აი ესე კოლხური ის ფირფიტა, კოლხური დამწერლობით წარმოაჩინა, ხო, ეს ხო არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში წერილობითი ძეგლები არ გვაქვს. ახლა საქართველოს მითების ქვეყანაა და მითი არც ერთი და ლეგენდა მედეაზე არ არსებობს. ხო და ამ სხვა უცხოური წყაროების შეჯერებით მაინც ვახერხებ. როგორც ჩვენს ძალიან წარმატებით დამთავრდა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის რაც ყველაზე მთავარი იყო მედეას შესახებ დაიკარგა და ის რაც ცუდი იყო, ის დარჩა საუკუნეების მანძილზე ეს ერთი წერილობითი წყაროები არანაირი არ აქვს და აქვე მინდოდა მეკითხა აი ეს რაც წეგან ვახსენეთ სისტემატიზაციის და კლასიფიკაციის შესახებ. ანუ შეუძლებელია ამხელა ცოდნა ყოფილიყო, ამხელა მასალა ყოფილიყო, ამხელა პლანტაციები ყოფილიყო და რაღაცა ასე ვთქვათ რეგისტრი თავისებური კლასიფიკაცია, რაღაცა სისტემატიზაცია დაჯგუფება არ ქონოდა მედეას, ხო? აი სადმე თუ იკვეთება კვალი იმისი, რომ აი რაღაცა სცენარეები გამოყოფილია დაუშვათ ამის სამკურნალოდ, რაღაცა იმის სამკურნალოდ, რაღაცა ნუ კი არის გამოყოფილი, მაგრამ მედეას
სახელს მედეასეული, მედეასებრი, ასე, მაგრამ ეს უშუალოდ ამ ქალბატონის საქმიანობასთან არა ვერ ვაიდენტიფიცირებთ ამ საკითხს. მაგრამ ერთ-ერთი წყარო ყველაზე საინტერესო, რომელიც მე ორიგინალში ვნახე, სხვათა ნუნუ კამელაშვილს აქვს ორფიკული არგონავტიკა ნათარგმნი, მაგრამ იცით რა, ის ნათარგმნი კიდე რაღაცა სხვა არის და ბერძნული წყარო ბიზანტინოლოგების ბიბლიოთეკაში ვნახე. აი იქ არის ჩამოთვლილი სწორედ ეს სცენარები, რომლიდანაც რაღაცა უარყავი, რაღაცა დავტოვე და მოკლედ შევაჯერე და საბოლოო ჯამში ის რომელიც წარმოვაჩინე ბიზანტინოლოგების ერთ-ერთ კონფერენციაზე 22 სცენარე. ახლა ბატონ მიხეილს 44-ია, კუფცის კიდევ რაღაც დამატებული, შპრენგელსაც, მაგრამ იქ არის ბევრი რაღაცა ისეთი ნიუანსები, რომელიც სინამდვილესთან არ არის ახლო. და აი ეს ბერძნული წყარო, ბერძნული ასობგერები ვისწავლე და მე თვითონ ამოვიკითხე. მე რა თქმა უნდა ბერძნებსაც დავეკითხე, არაჩვეულებრივი სკოლა გვაქვს და მარტო ჩემ თავს არ დავენდე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ეს იყო, რომლის მიხედვითაც მე უკვე ოვიდიუს ნაზონმა ორფიკული არგონავტიკა დაწერა და ეს თარგმნა ნუნუ კამელაშვილმა და ისე ის ორფიკა ძველი ბერძნული არის ძალიან საინტერესო ხელნაწერი. აი ამიტომ კითხე ზუსტად რომ აი ამ ხელნაწერებში, ამაშიც და სხვა ხელნაწერებშიც ხომ არ იკვეთება გარკვეული ესეთი სია, რასაც ქვია, რომ ესა და ეს სამკურნალო სცენარები თუ ესა და ეს მეთოდები სია არის, კი, არესის ჭალაში, აი ეს არის. აი ესე. არესის ჭალაში იზრდებოდა ეს ჩამონათვალი არის და 22 გვაქვს ახლა თანამედროვეობაში იდენტიფიცირებული. საინტერესოა რა თქმა უნდა ეს თემები, იმიტომ რომ მაშინ რა თქმა უნდა სხვა კლიმატური პირობები იყო, სხვანაირი ჰაერის შემადგენლობა, ანუ დაბინძურების ხარისხსაც გულისხმობს ის ნათების ხანგრძლივობას, გარების კლიმატის ყველა ფაქტორს, სხვა დამოკიდებულებაც იყო და ბუნებრივი, ანუ შესაბამისად ეს გენური სტრუქტურა თვითონ მცენარეების სრულიად სხვა იყო. დღეისთვის რა თქმა უნდა ამან გარკვეული ცვლილებები განიცადა, გავლენა გაიცადა და შეიძლება სრულიად სხვა და ის რაც მაშინ იყო სამკურნალო, დღეს იმდენად აღარ იყოს ამ პირიქით რა შემат არ ითვლებოდა სამკურნალოდ. დღეს სამკურნალო მცენარეებად ითვლება, ამიტომ მათ იმის თქმა, რომ თუნდაც იდენტიფიცირებული რაღან არის, გამოვიყენოთ ისევ მედეას მცენარეები დღეს და მათგან დავამზადოთ სამკურნალო, ალბათ ძნელი იქნება და ამიტომ ჩემი კითხვება ამაში ამ საკითხში ეხებოდა, ვიდრე ჩვენ გადაცემას დავხურავდით. ხომ არ ფიქრობთ, ქალბატონ ნანი, რომ შეიძლება შესწავლილი იქნას ზოგიერთი მცენარე და დადგეს საკითხი იმისი, რომ იგივე მოდელი მედეას ბაღის გაკეთდეს და გამოყენებული იქნას ისევ სამკურნალო. რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ახლა ეს უნდა განახორციელოს ვინ? ფარმაკოგნოსტმა, ფარმაკოლოგმა, იმ ტექნიკური სახე. ისევ აქვს თუ არა სამკურნალო? დიახ. თვისება. მაგრამ უმეტესობა ის 22 ციფრი მე იმიტომ ვახსენე, რომ ისინი ძირითადად არიან სამკურნალოები და საინტერესოა კიდევ რომ ლობიოც არის ნახსენები. ეხლა ლობიო მთელმა მსოფლიომ მიცის, რომ აცტეკებიდან შემოვიდა ევროპის კონტინენტზე, კონკისტადორებმა შემოიტანეს, მაგრამ ინდურ წყაროებში და აღმოსავლეთ აზიურ ცენტრში მაშა ლობიო, აი წვრილი, მინდვრის ლობიოს რომ ვეძახით ჩვენ და სხვა შორის ბიბლიის მიხედვით ედემის ბაღში ცხარობდა ეს ლობიო და შესაბამისად მედეასთანაც ლობიო ნახსენებია და აი ეს რაღაც რამდენიმე მცენარემა გამოყოფილი, რომელია საერთო, რომელიც ბიბლიაშიც არის და ძველ აღქმას გულისხმობ მე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო ინფორმაცია მაინც მე ხა გამომაინც მცენარეებმა გიჩვენოს, საიდან შეიძლება გავრცელებულიყო კულტურა. ხო, რა თქმა უნდა. ნუ ახლა როდესაც მიგრაციები ხდებოდა, ფესურები, ბოლქვები, ფეხის მტვერით გადადიოდა ხო ეს ყველაფერი, მერე ქარითაც ვრცელდებოდა, დამტვერვა ხო ხდება, ფრინველები, ცხოველები, რა თქმა უნდა, შეგნებულათაც მოქონდათ და ავრცელებდნენ კი, მაგრამ მე პრინციპში მაინც ვარ თეორეტიკოსი, ახლა მე მაგის უფლებას ჩემ თავს არ მივცემ, მაგრამ რეკომენდაცია ბევრჯერ მიმიცია და მithქვამს, მაგრამ ნუ ამას მთელი ცხოვრება, ერთი ადამიანის ცხოვრება არ ეყოფა ალბათ ერთი მცენარის შესწავლას, ხო? ალბათ ეს არის მომავლის საქმე. მაგრამ აი ხლა მე მედიცინის ისტორიას მედიკოსებს უკითხავთ პირველ კურსზე და ბავშვები ძალიან ინტერესდებიან ამ თემით. რეაბილიტაციას მესამე კურსზე, მეორე კურსზე უკითხავთ. ისინი უკვე ცოტათი გამოცდილები არიან, მაგრამ აი ამ ძველ ქართულს მაინც რაღაცა სხვანაირად აღიქვამენ და სულ უნდათ რომ აი ამ თემაზე გესაუბრონ და პრეზენტაციები
ამ თემაზე აკეთონ და მით უმეტეს თქვენი სტუდენტები, თქვენ საინტერესოებთ. ნუ მე ძალიან აქტიურად ვცდილობ რომ ხო, მაგრამ ჩვენ მაინც მე თეორეტიკოსი ვარ ხო და ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა იმ მასალაზე და ცოდნაზე და ინფორმაციაზე დაკნობით, რაც დღეისათვის გვაქვს და ასევე გასაგებია რომ ხვალზე ეს კვლევები, ეს მიმართულება უნდა გაგრძელდეს და ვიდრე დავხურავთ ჩვენ გადაცემას, მინდა უბრალოდ ორი სიტყვით ქალბატონ ქეთის ვთხოვო თავისი მოსაზრება გაგვაცნოს და რა თქმა უნდა სხვა ხელოვან ადამიანებსაც მიმართოს, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ახლა ამაზე ვცდილობთ გვაქვს ესეთი მეტ არტ პროექტიც რომელიც ითვალისწინებს სწორედ მედიცინისა და ხელოვნების კავშირის უფრო მეტად წარმოჩენას რა მნიშვნელობა აქვს მედიცინას ხელოვნებაში და ხელოვნებას მედიცინაში თქვენ როგორც ხელოვანი, როგორც მხატვარი, როგორც ესე კომპლექსურად ინტეგრირებულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ხატვა მართლობა ეს კითხვა ქეთისთან. კი, რა თქმა უნდა, ქალბატონ ქეთის ვეკითხები, როგორ დახურავდით ჩვენ გადაცემას და რას ეტყოდით თქვენს კოლეგებს, მხატვრებს თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს, რა არის აუცილებელი მათი მხრიდან, რომ უფრო ახლოს მიიტანონ ხელოვნების ენაზე თარგმნონ ზოგჯერ სულთა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სასულიერო თემები, რომელიც იგივე სამშვილელის თემები, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არის ფიზიკური, მენტალური და სოციალური. ძალიან საინტერესო ეს. მე ხა ვფიქრობ, რომ ცოტა სხვანაირად გიპასუხოთ, თუ ეს გამომივა, რა თქმა უნდა. მცენარეებზე ვიტყვი ისე იყო ჩამოსული ერთი წლის წინ ქალბატონი შვეიცარიიდან, რომელმაც ჩაატარა მასტერკლასი და ეს იყო ვარდზე. გვაჩვენა ვარდის თვისება ერთ-ერთი. და შემიძლია ეს მე ვერ მოვიფიქრე რომ წამომეღო და იგივე გამეკეთებინა აქ თქვენთვის, რომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ შემიძლია შევეცდები რომ მოგიყვეთ. ეს არის ვარდის მეტამორფოზა. ჯერ გვაჩვენა რამდენიმე ვარდი, კარგად დავათვალიერეთ ეს ვარდები, ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და შემდეგ ეს ვარდს დავაცალეთ ფოთლები. შემდეგ გაიხსნა ეს თვითონ ვარდის კოკორი და ესეთი წრე გაკეთდა, იცით, მწვანე ფოთლები მიდის და ყველა ვარდს უკრიდან რო შეხედავთ აქვს ვარსკვლავი. 6 ქვიმიან, ეს სულ ყველა ვარდს რო დავაკვირდით. მე ეს ვარსკვლავი ესე ჩდება და შემდეგ მოდის ეს ფურცლები უკვე ვარდის ფერადი ფურცლები, პატარა იმითი და ესე წრეს აკეთებს, ანუ მეტამორფოზას გვაჩვენებს. და მე ჩვენ კიდევ ესეთი დაკვირვება მედიტაცია გქონდა და ყველა თავის აზრს ამბობდა და დადგინდა რომ აი ეს მწვანე ფურცლები ერთიც რო ამოიღო, შენი ცხოვრების გზიდან არ შეიძლება რომ შეწყდეს. და ყველას აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი. ეს უარყოფითი იქნება თუ დადებითი შენ ცხოვრებაში. და ეს არის მწვანე ფერით, ეს არის ბუნების, იმედის ფერის, პერსეფონას სფერის, აი მესტან დარეჯანსაც მწვანე ფერია თვია. შემდეგ ეს ვარსკვლავი არის ფაქტიურად მთელი ეს გეომეტრიული და მათემატიკური სამყაროს სიმბოლო შეიძლება ითქვას. და ეს ვარდი, რომელიც მე უკვე ფერს იცვლის, სხვადასხვა ფერს იცვლის და ბოლოს რას აკეთებს? სურნელებას აფრქვევს. და ეს ნიშნავს, რომ შენი მთელი ცხოვრების გზა, შენი დაბკოლებებით გაიარე და მადლობას ეუბნევი სამყაროს. და სარგებელი მოგაქვს. ხო, და სარგებელი მოგაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხო, აი ეს არის მე მგონი რაღაცნაირი მედიტაცია, რომელიც თქვენ კითხვას მაინც ცემს პასუხს. შესანიშნავად ერთგვარად მეტაფორულად უპასუხეთ ჩვენ კითხვას და პირიქით კიდევ უფრო დაასაბუთეთ მე ვფიქრობ, რომ ხელოვნებას, ჩვენს აღქმას, ჩვენს სამყაროსთან, ჩვენს ურთიერთობას და ჩვენი ცხოვრების ჯაჭვის
სწორად დანახვას ფერების, გეომეტრიული ფიგურების თუ თუნდაც სურნელის დონეზე ჩვენ ალბათ უნდა ვსწავლობდეთ თვითშემეცნების გზით, სამყაროსთან ურთიერთობის გზით და რა თქმა უნდა ხელოვნების გზითაც, იმიტომ რომ ხელოვნება ამარტივებს ერთგვარად აღქმას იმ მოვლენების, რომელიც ხდება ფიზიკურ გარემოში, ჩვენს ასე ვთქვათ, სხეულში და შესაბამისად გვეხმარება ძალიან ხშირად იმაში, რომ გამოჯამთელების პროცესი უფრო სასიამოვნო, სწრაფი და უმტკივნეულო გავხადოთ, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ავადმყოფობა თავისთავად რა თქმა უნდა არის გარკვეული ბალანსის, გარკვეული წონასწორობის დარღვევა და იმის მიღწევა, რომ ჩვენ აღვიდგინოთ ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი თუ გონებრივი ძალები ყოველწადვილი არ არის. ძალიან ხშირად ეს არის იმდენად რთული პროცესი, იმდენად შეუძლებელი, რომ თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ავადმყოფობა გვერევა და ნუ შემდეგ ეს გარდაცვალებით და მოდით პირდაპირ ვთქვათ სიკვდილით მთავრდება ვიდრე გარდაცვალებამდე მივალთ, იმიტომ რომ ბიოლოგიურად და სამედიცინო თვალსაზრისით ეს სიკვდილია, უჯრედების სიკვდილია, ეს არის ენერგიის გაქრობა, ეს არის რა თქმა უნდა აი ნათების, რაც თქვენ ბრძანებთ იმ ვარსკვლავების გაქრობა და სამყაროსთან ჩვენი კავშირის გაქრობა იმ ეტაპზე და შემდგომ უკვე სხვა სწორედ მერე მოდის ის გარდაცვალება, როდესაც სხვა ფაზაში გადადის ჩვენი სული და ხდება უკვე ურთიერთობა ალბათ იმ სულიერ სამყაროსთან და კოსმიურ სამყაროსთან. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ დღეს მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა, თემა არის ამოუწურავი, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მაქსიმალურად შევძელით დღეს ერთი კონკრეტული საკითხის, მედეას, ბაღის და სამკურნალო მცენარეების თემატიკით, ერთგვარად დაგვენახებინა, რომ ეს არ არის მხოლოდ ურთიერთობა ისტორიასთან, ან რაღაცის გაშიფრვა, ან მხოლოდ მეცნიერება, ეს არის ყველაფერი ერთად, რასაც ქვია ჩვენი ცხოვრება, ეს არის ჩვენი ფიქრი, ჩვენი აზრი, ჩვენი გრძნობა, სულიერება, ხელოვნება, გამოხატვა, გამოსახვა, სწავლა, ცოდნა და ბუნებრივი ამ ყველაფრის, როგორც თქვენ ბრძანეთ ვარდისფურსლებივით ერთ წრეში, ერთ სისტემაში მოქცევა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ შემდეგ კეთილსურნელებით ვასიამოვნოთ და სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავსა და გარე სამყაროს ადამიანებს, რომელსაც ჭირდებათ ჩვენი მოფერება, ჩვენი დახმარება და თქვენის ნებართვით დაგემშვიდობებით დღეს და დავემშვიდობებით ჩემს მაყურებელსაც, გისურვებთ სულიერ სიმხნევეს, რა თქმა უნდა თქვენი სამშვენელის გაფართოებას, ასევე თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შექმნილი ბედნიერებისათვის, ჯანმრთელობისათვის და სიხარულისათვის. გემშვიდობებით მომავალ შემთხვევამდე, საუკეთესო სურვილებით. კარგად ბრძანდება.